ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ყველა ის ეტაპი თუ როგორ შეიყვარა ბატონმა სკუბიმ გალია. მაქსიმალური სტიმულისთვის მე ვიყენებ ბელკანდოს სასუსტმოებს. ამ შემთხვევაში ვიყენებ ბივს და სხვადასხვა პროტეინებიც არის. თუ თქვენ ძაღლს რომელიმე პროტეინზე აქვს ალერგია, აუცილებლად იპოვით თქვენთვის შესაფერის. ესე იგი, პირველი ეტაპისთვის შემიძლია ცხვირზე მივადო. ძალიან უყვარს სკუბის თავის სასუსტმოვი და შეუგდო შეყვება. ეგრევე შეგვიძლია დაუძახოთ. სკუბი, მოდი. ყოჩა. მეორე ეტაპზე კი ამას გავიმეორებ ძალიან ბევრჯერ. ხელით ბოლომდე არ შევყვები და უბრალოდ შევუგდებ. ასევე ვეტყვის სახლში თუ დავრწმუნდები იმაში, რომ ძაღლი შედის, ბარემ დავაყოლებ სიტყვას სახლში. მესამე ეტაპისთვის კი, როდესაც სკუბი გალიაშია, შემიძლია შიგნით ჩაუგდო ხოლმე და იქაც დადებითი ასოციაციები შეუქმნა. ასევე შემიძლია გალიას დავშორდე ნელი ტემპით ან ჩქარი ტემპით და ყოველი მოსვლისას დავაჯილდოვოთ. და რაც შეეხება ბოლოს და ყველაზე მთავარ ეტაპს, ნახეთ რას ვაკეთებ ხოლმე. ჩუმად ისე რომ ძაღლმა არ იცოდეს, გალიაში ვდებ ბელკანდოს კონსერვს, რომლებზეც ძაღლები ნამდვილად გიждდებიან და მართლა ჭკუიდან იშლებიან. ამ დროს სასუსნავის გარეშე ძაღლმა, რომელმაც უკვე იცის ბრძანება სახლში, ვეუბნები სახლში, ყოველგვარი მითითების გარეშე, ეს ძაღლი შედის შიგნით და ხდება სიურპრიზი, რაც ნამდვილად ყველაზე ძლიერი განმამტკიცებელია.